ვიმყოფებით ვარშავის ცენტრალურ სადგურში, აქ ვიყავით ზუსტად ერთი კვირის წინ და სიტუაცია ნამდვილად არ არის შეცვლილი, სამწუხაროდ უფრო მეტი ლტოლვილია, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო პოლონეთში. ამ სადგურში ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან ძალიან მძიმე მდგომარეობა უკრაინაში, ომი გრძელდება და ეს პირდაპირ აისახება ლტოლვილების რიცხვზე და პოლონეთში მეზობელ სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობაზე. 3.200.000 ადამიანი აქედან 2 მილიონზე მეტი გადმოვიდა პოლონეთში და როგორც დღეს გვითხრეს თითქმის მილიონი ბავშვია. მე მგონია კომენტარიც აღარ არის საჭირო იმაზე თუ რამდენად მძიმეა საომარი მოქმედებები და როგორი სიბოროტეა ის საომარი მოქმედებები, რომელსაც აქვს ადგილი და როგორი მძიმე შედეგები აქვს დღეს და არა მარტო დღეს. აქ არიან ადამიანები შეკრებილი, რომლებსაც წასასვლელი არსად არ აქვთ. თქვენ ახლა გაჩვენებთ სადგურის ერთ ნაწილს. აი ეს ადამიანები დგანან საათობით რიგში იმისათვის, რომ აიღონ მატარებლის ბილეთი, რომელიც როგორც აქ არის მითითებული, არის უფასო. მთავარია მათ დაასახელონ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ქალაქი, სადაც აქედან არის რეისი და მათ ისინი მიიღებენ უფასო ბილეთს და შეძლებენ წასვლას. მაგრამ სურველი ძალიან ბევრია. ლტოლვილები დაბნეულები არიან, ბევრი ამბობს, რომ მათ არავინ ელოდება ქალაქებში, სადაც აპირებენ, რომ წავიდნენ, მაგრამ პოლონეთშიც ვეღარ ჩერდებიან, ვინაიდან, როგორც გითხარით, 2 მილიონზე მეტი ადამიანია აქ შემოსული და მათი დაკმაყოფილება საცხოვრებელი სახლებით შეუძლებელია, რომ მოხდეს ამ ლოჯისტიკური საკითხების ძალიან მალე მოგვარება. წინა კვირასთან შედარებით ძალიან ბევრი დაგხვდა მოხალისე, ისინი აქტიურად ელაპარაკებიან და ცდილობენ დაეხმარონ ლტოლვილებს, მიაწოდონ ინფორმაცია, გამოკრულია ძალიან ბევრი საინფორმაციო ბანერი, სადაც წერია, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ და ოჯახის წევრებს მთლიანად ნებისმიერ ადამიანს, ვინც დატოვებს უკრაინას, მისცემ ბინადრობის მოწმობა, მათ ჰქონდეთ სრული წვდომა სამუშაო ბაზარზე, საცხოვრებელზე, ასევე მედიცინაზე, მაგრამ აქვე წერია და მოხალისეებიც ეუბნებიან, რომ დღეს და ხვალ ამის გაკეთება შეუძლებელია, მათ მოუწევთ ლოდინი და ამ მდგომარეობას კიდევ ყოველდღიურად ლტოლვილთა ახალ-ახალი ნაკადი ემატება. დიდი მადლობა, ეს ქეთი ქარდავა იყო.